ძლიერი საქართველოს სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას. ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს, რომელიც არის დანაშაულებრივი დაჯგუფება ოცნების ხელმძღვანელი. ივანიშვილსვე ეკისრება პირადად პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომელსაც რუსულ სტილში ახორციელებენ ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ და ამ რეპრესიების ძალიან მძიმე მაგალითებია ასევე თავდასხმა, რომელიც გუშინ განხორციელდა ზვიად ქორეძის წინააღმდეგ, მზია ამაღლობელის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უკანონო პატიმრობა და ის ათობით ადამიანი, რომელიც კონსტიტუციური უფლებების განხორციელების გამო და ამ ქვეყნის რუსული ოლიგარქიული რეჟიმისგან დაცვის გამო მიმდინარეობს ათობით ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ძლიერი საქართველოს ლიდერების და წევრების წინააღმდეგ. სოლიდარობა ჩვენი სახელით ყველა სინდისის პატიმარს, რომლებსაც ვაძლევთ გარანტიას და ვპირდებით, რომ ახალი არჩევნების შემდეგ არც ერთი ჯალათი, რომელიც მონაწილეობს მათ წინააღმდეგ ამ უსამართლო და სასტიკ რეპრესიებში, ვერ შეინარჩუნებს სისტემაში ადგილს და ყველას გაეცემა სათანადო პასუხი რეფორმირებული მართლმსაჯულების პირობებში. ასევე თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ტრიბუნიდან მინდა შევახსენო ეგრეთ წოდებულ მთავარ პროკურორს და ეგრეთ წოდებულ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს. თქვენი დანაშაულებრივი უმოქმედობა, როდესაც ორ თვეზე მეტია არც ერთი ძალადობის ფაქტი, არც ერთი სისასტიკის ფაქტი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის წამება საქართველოს მოქალაქეებისა არ გამოგიძიებიათ და არ მოგიხდენიათ ადეკვატური, კანონით გათვალისწინებული რეაგირება, დიახ, თქვენი პერსონალური პასუხისმგებლობაც არის ის, რაც ხდება ქვეყანაში და თქვენც მოგიწევთ პასუხისმგება დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, რომელსაც ადამიანების ჯანმრთელობა ეწირება. საბოლოო ჯამში ეს რეპრესიები მიუთითებს იმაზე, რომ აგონიის ბოლო ფაზა აქვს არალეგიტიმურ თვითმარქვია ხელისუფლებას, რომელიც ხვდება, რომ სრულ იზოლაციაშია მოქცეული. რაც უფრო მეტს იძალადებთ, მით უფრო სწრაფად დაასრულებთ თქვენს ძალადობრივ მმართველობას და იძულებული იქნებით ჩანიშნოთ ახალი არჩევნები, რომლითაც ქართველი ხალხი გაგცემთ საკადრის პასუხს. უფრო მეტი რომ გითხრათ გიორგი გახარიას, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ შეიძლება ყოფილიყოთ თავდამსხმელები, ანუ რას ნიშნავს საერთოდ ესეთი სეიმა, უფრო მეტი რომ გითხრათ. ვიტი რა უნდა გითხრათ, პასუხისმგებლობა იმაზე, რაც განხორციელდა გახარიას წინააღმდეგ, ეკისრება პირადად რუს ოლიგარქ ივანიშვილს, იმ დანაშაულებრივი დაჯგუფების ხელმძღვანელს, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია და პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირს, რომელმაც ათობით წამების და ფიზიკური ძალადობის საქმე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დატოვა გამოუძიებელი. ევროსაბჭოს წარმომადგენლები არიან საქართველოში, როგორც ცნობილია, ყოფილიყოთ შეხვედრას, ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ და საერთოდ ეს ამ ვიზიტის მკაფიო და ნათელია, რომ არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუცია არ აღიარებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც ქართველი ხალხის ნების გამომხატვალს და შესაბამისად არ აღიარებს ოცნების არალეგიტიმურ რეჟიმს. საერთაშორისო ვიზიტები გაგრძელდება, ეს ვიზიტები არის გამოხატულება მხარდაჭერისა საქართველოში სამართლის უზენაესობის და დემოკრატიის პროცესების, რომელსაც დღეს ქუჩაში იცავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიზიტების გარეშეც გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, გეტყვით, შეგახსენებთ, რომ არ დარჩენილა არც ერთი საერთაშორისო სამართლებრივი ფორმატი, სადაც ჩვენ არ გვქონდა კომუნიკაცია იმ წამების და დანაშაულების ფაქტებზე, რომელიც მოქალაქეების წინააღმდეგ არალეგიტიმურმა რეჟიმმა ჩაიდინა. ცხადია, არც ერთი ეს საქმე არ მიეცემა დავიწყებას და ყველას, ვინც არის ჩართული უკანონო ძალადობრივ მოქმედებებში, ახალი არჩევნების შემდეგ, ახალი მართლმსაჯულების წინაშე, ქართული მართლმსაჯულების წინაშე მოუწევს კანონის სრული სიმკაცრით აგოს პასუხი. სისტემა შეიცვლება, სისტემა გასამართლდება იმისთვის, რომ მან ფერის და ფორმის ცვლილება ვერ შეძლოს, როგორც ეს
შეძლო წინა ჯერზე და ვერც ერთი მოძალადე და ჯალათი ვერ შეინარჩუნებს თავის ადგილს საჯარო თანამდებობებზე. კონკრეტულად ხვალ